გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ქართული ოცნების მთავრობა ძველ იდეას უბრუნდება. 12 წლის შემდეგ ხელისუფლება ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო ბანკის შექმნას კიდევ ერთხელ აანონსებს. ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, აცხადებს ირაკლი კობახიძე. აქცენტი გაკეთდება იმ სექტორებზე, რომლებსაც გამოკვეთილად დამატებითი ყურადღება სჭირდება, მათ შორის ფულადი სახსრების მეტად მიმართვა, ამბობს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქროიშვილი. სჭირდება თუ არა საქართველოს სახელმწიფო ბანკი. როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, მსგავსი ბანკები ეკონომიკის განვითარების გარანტია უფროა ჩვენაერ ქვეყნებში თუ კორუფციული რისკების კერა და რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ძველი იდეის გაცოცხლება 12 წლის შემდეგ. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანალიტიკურ ცენტრი ჯეოკეისის მრჩეველი ნიკა ალავიძე იქნება დღეს წერტილის სტუმარი, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, გეტყვით, რომ ჯერჯერობით რაც ვიცით ისაა, რომ მთავრობა საქართველოს განვითარების ფონდის, იგივე ყოფილი საპარტნიორო ფონდის გაუქმებას აპირებს. ასევე გეგმავენ სააგენტო აწარმოეს საქართველოს რეორგანიზაციას და სწორედ ამ ორი ორგანიზაციის ბაზაზე, თუმცა შეიძლება კიდევ დაემატოს სხვა, მაგალითად ენერგეტიკის განვითარების ფონდი, შეიქმნება უკვე საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი. დღეს ასევე გავიგეთ ისიც, რომ სახელმწიფო ბანკი სავარაუდოდ გასცემს კრედიტებსაც, მაგრამ რა ფორმით და სხვა დეტალები უცნობია. შეგვიძლია კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ ირაკლი კობახიძის კომენტარს BMG-ის კითხვაზე, გასცემს თუ არა ეკონომიკის განვითარების ბანკი კრედიტებს. ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებდა ამ ბანკში აწარმოეს საქართველოს როგორც სიპი და მისი პროგრამები, როგორ გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ანუ თავად გასცემს თუ არა უკვე ბანკის სახელით კრედიტებს, ასევე რა იქნება დაფინანსების წყაროები, თუმცა ძალიან კონკრეტული პასუხი სამწუხაროდ დღეს არ მეგვიღია. ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით გავაცნობ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, რა ფორმით იოპერირებს ეს ბანკი, იმუშავებს ეს ბანკი, ამასთან დაკავშირებით ფართოდ გავაცნობ საზოგადოებას ინფორმაციას, როგორც კი დასრულდება ეს ინსტიტუციური რეფორმა. შეიძლება მოიცვას ენერგეტიკის სექტორიც, ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურად მოახსენებ. დღესაც არსებობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, ხო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. კრედიტებს გასცემენ დღეს კონკრეტული ინსტიტუციები, რომლებიც მათ შორის ამ ბანკში იქნებიან გაერთიანებული, ბუნებრივი ამ ფორმით გაგრძელდება ბანკის ფუნქციონირებაც, ხო, კრედიტების გაცემა, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ბუნებრივია ბანკის პრაქტიკის ნაწილიც იქნება კრედიტების გაცემა. რაც შეეხება ახალი უწყების შექმნის ვადებს, მარიამ ქროიშვილის ინფორმაციით რეფორმის დადგენილება უკვე მზად არის და პროცესი საჯაროდ რამდენიმე დღეში დაიწყება. დაველოდოთ, საინტერესოა როგორ ახსნის და დაასაფუთებს ოცნების მთავრობა ეკონომიკის განვითარების ბანკის საჭიროებას, რა არ მოსწონდათ რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდში, რომლის რეფორმაც ძალიან ბევრი წელი მიმდინარეობდა და რით იქნება განსხვავებული საქართველოს განვითარების ბანკისგან, რომლის შექმნა სწორედ საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ჯერ კიდევ 2014 წელს უნდოდათ, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მისულა. მას შემდეგ 12 წელი გავიდა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მაშინ სახელმწიფო ბანკის შექმნის იდეამ საბანკო სექტორი ნამდვილად არ აღაფრთოვანა, რადგან ამ სახელმწიფო ბანკში კონკურენტი დაინახეს. რამდენადაც მახსოვს, კომერციული ბანკების პოზიციას მაშინ იზიარებდა ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში. საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილიც დაარწმუნეს და საქართველოს განვითარების ბანკის პროექტიც, რომლისთვისაც საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტშიც კი იყო შესული და ახლა ეკრანზე ხედავთ არქივიდან ამ ინფოგრაფიკს თაროზე შემოიდო. 12 წლის შემდეგ დასახელებაში ერთი სიტყვის ცვლილებით, ანუ ეკონომიკის განვითარების ბანკი, საქართველოს განვითარების ბანკის, ისევ ოცნების დღის წესრიგში ბრუნდება, ვიდრე მეც გავიგებთ ხელისუფლებისგან არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიმსჯელებთ სახელმწიფო ბანკის შესაძლებლობასა, უბრალოდ აუცილებლობასა და რისკებზე, მით უმეტეს დღევანდელ საქართველოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ერთად ეკონომისტი ნიკა ალავიძე უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების ნიკამ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვიდრე რეფორმის ავტორები პრეზენტაციას გამართავენ და ასე მაინც აგვიხსნიან, რატომ დაუბრუნდნენ სახელმწიფო ბანკის შექმნის იდეას, მაინტერესებს თქვენი ვერსია, რატომ დასჭირდა ოცნებას 12 წლის შემდეგ ძველი იდეის გაცოცხლება, რა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ლოგიკა და აუცილებლობა შეიძლება დავინახოთ ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით. ძალიან რთული გამოწვევა, პირველ რიგში სანამ დავიწყებდი და ასევე ხაზი გავუსვა, წარმოვადგენ ასევე ჯერ საქართველოს საზოგადოებრივ გაერთიანებას და
ესეც ვახსენოთ, რაც შეეხება ამ ნაწილს ძალიან ძნელია მართლა ჩაუწვდეთ ამ ლოგიკას, ამ ინსტიტუციურ ლოგიკაზე მაქვს საუბარი, რომ რატომ? იმიტომ თვითონ თავის მოვლენა რას ნიშნავს ეს სახელმწიფო ბანკი თუ განვითარების ბანკი თუ ასე შემდეგ, იმიტომ კომენტარებსაც რო ვისმენთ ეს ორი დღე რაც გაჟღერდა და მათ შორის ძალიან ესეთი არა პოლიტიკოსებისგან, არამედ ფინანსისტებისგან და ეკონომისტებისგან ყოველთვის გვხვდება ესეთი ფრაზა, რომ კი ეს სხვა ქვეყნებშიც არსებობს. და აი ეს სხვა ქვეყნებშიც არსებობს არის ძალიან ჩემთვის სუბიექტურად, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ძალიან სახიფათო ტერმინი უკვე, იმიტომ რომ სასამართლო, პოლიცია, პარლამენტი სხვა ქვეყნებშიც ხომ არსებობს. ხო? და ბორდიულები სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ნუ მე გორელი ვარ ეხლა და მე ალბათ არ მემუქრება, თუ ბორდიულებზე გორელებია დიდათ არ დავდივართ, მაგრამ ბორდიულზე სიარულზე დგომის გამო ადამიანებს იჭერენ საქართველოში. სადაც ასევე არსებობს სასამართლო, პოლიცია და პარლამენტი, მთელი ეს საახსრუებლო ჯაჭვი, რომელიც არა მარტო სამოქალაქო წყაროების ცხოვრებისთვის უნდა იყოს ეს ინსტიტუტები, არამედ ასევე ამ საფინანსო და ეკონომიკური სექტორის წახალისების და ჯანსაღი არსებობისთვის არსებობს. ამიტომ ეს კითხვა მე მინდა რომ ყველა ვისაც ვიცნობ მეგობრებს ან მომავალშიც ჟურნალისტებსაც ვთხოვო რომ ჩვენამდე რომ ინფორმაცია მოდის იქაც ეს კი არსებობს, არის უფრო სახიფათო და მოდით ჩავეძიოთ და დეტალები ვნახოთ, იმიტომ რომ განვითარებულ ქვეყნებში არ არსებობენ სიდნისის პარტიმრები, არ არიდევნებიან ადამიანები განსხვავებული აზრის გამო და არიდევნებიან ადამიანები ბორდიულზე გადაადგილების გამო. და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან, ეკონომიკური დოლარის დაგროვებასთან, კონკურენციასთან და ასე შემდეგ. ახლა თვითონ ეს მოვლენავს თქვათ, რა არის ეს სახელმწიფო ბანკიან გავითარების ან ასე შემდეგ, რომელიც სხვა ქვეყნებშიც არსებობს. მაგალითად, საფრანგეთში და იტალიაში ეს ისე არსებობს, რომ საფრანგეთში 1816 წელს დაფუძნდა და იტალიაში 1850 წელს. ანუ მე-19 საუკუნის პირველ ნახევრიდან არსებობს. აი ამ ორ ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკების ქვეყნებში, ხო? ანუ არსებობს, ძალიან კარგია რომ არსებობს და ასე შემდეგ. მაგრამ შეიძლება ასეთი იცით, აი აქ თავარი აქცენტი კი და როგორ აი მაკითხვაზე მინდა რომ უპასუხო. იმიტომ რომ აქვე მაყურებელს რომ შევახსენოთ, როგორც აღნიშნეთ 12 წლის წინაც ცდილობდა ოცნების ხელისუფლება სახელმწიფო ბანკის შექმნას და მაშინ მახსოვს დავით საგანელიძე იმ პერიოდში ვინც ამ თემებს ლობირებდნენ, მაგალითად მოჰყავდათ გერმანიის განვითარების ბანკი, KfW. აი ის შეიქმნა, ის ჭირდებოდა, გამოადგა ეკონომიკაზე, ჩვენც გვინდა მსგავსი ბანკი, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს კონკურენტი, უბრალოდ იმ სფეროებს დააფინანსებს, სადაც ბანკი არ შედის ან ვერ ასწევს დიდ პროექტებს. ზუსტად მივედით თავარ ნაწილამდე, რისი თქმაც მინდოდა. ასევე KfW დიახ შეიქმნა გერმანიაში 1946 წელს და შეიქმნა იმიტომ, რომ შეიქმნა ეგრეთ წოდებული ცნობილი მარშალის გეგმის ფარგლებში და შეიქმნა იმიტომ, რომ დაანგრეული ევროპა და ამ შემთხვევაში კონკრეტულად გერმანია აღედგინა. პირდაპირ გაგებით იყო დაანგრეული, თქვენ ვიცით, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა და ასე შემდეგ ყველა ნებისმიერი ესეთი ფონდი და ბანკი იქნება, ანუ კარგი მოვლენაა ესეთი, მაგრამ დროის რაჭრილში იქნება, ეს არის უმნიშვნელოვანესი, ვინ ქმნის და რატომ იქნება. იქნება იმ დროს, როცა ძალიან დიდი ეკონომიკური კატაკლიზმებია გადავლილი უკვე ან ფონი და იქნება ამ კატაკლიზმების გამოსწორებისთვის, იქნება იმისთვის და იქნება მათი მხრიდან, სადაც ინსტიტუციური მმართველობა არის ძალიან ძლიერი და იქნება იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მოზიდული იქნას დამატებითი დიდი და გრძელვადიანი კაპიტალი, რომელიც ალტერნატივა მოზიდვის არ არსებობს. გერმანიაში 1946 წელს, რა თქმა უნდა, ეს კაპიტალი არ არსებობდა და ამიტომ შეიქმნა, რომ აშენების კაპიტალი მოზიდული იყო და ეს ხო გრძელვადიანი ფული და მარშალის გეგმის დოქტრინაც ამაზე იყო. იტალიაში და საფრანგეთშიც ამ ნაპოლეონების ომების შემდეგ შეიქმნა ეს ფონდი და ზუსტად მაგიტომ იყო, რომ პირველ რიგში მაშინვე დაექვემდებარა პარლამენტს და მას შემდეგ 200 წელზე მეტია გასული, დღემდე პარლამენტს და საპარლამენტო მმართველობას ექვემდებარება საფრანგეთის განვითარების ბანკი, რომელმაც
დაიწყო კაპიტალის მოზიდვა გარედან, რომ გრძელვადიანი პროექტები, 100 წლიანი პროექტები დაეფინანსებია, იგივე იტალიის შემთხვევაშიც, რომელიც 2008 წლის კრიზისამდე რეალურად ქაღალდზე იყო და შემდეგ გაცოცხლდა კრიზისის შემდეგ, ნებისმიერი წარმატების მაგალითი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ასეთ ალტერნატივებზე ვიფიქროთ, ყველა იყო დიდი კატაკლიზმური პრობლემის მოსაგვარებლად. მეცაც გეტყვით, ეს ჩემი, ასე ვთქვათ, მოლოდინია, დაშვება, რომ უკრაინაშიც აუცილებლად შეიქმნება შესაბამისი განვითარების ბანკი, რომელიც აუცილებლად დაექვემდებარება არა უკრაინის პარლამენტს ან მთავრობას, არამედ ევროკავშირს. იგივე ფონდია EIB, ანუ ევროპის ინვესტიციის ბანკი და ასე შემდეგ. ამიტომ აქ კონტექსტი, როგორც თქვი, არის ძლიერი მართლობითი ნაწილი, ეს იქნება მაშინ, როცა მნიშვნელოვანი კატაკლიზმური მოვლენების შემდეგ, ან მოლოდინში, რომ რაღაც დიდი მოლოდინია, რასაც ხელს უშლის დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, არ ფუნქციონირებს ფინანსური ინსტრუმენტების მოზიდვის ინსტიტუტები, ასე ვთქვათ, საბანკო სექტორი არ არის, ანუ ქვეყანას არ შეუძლია გრძელვადიანი ფული მოიზიდოს, სახელმწიფოს არ ძალუց საკუთარი ბიუჯეტით რაღაცა დააფინანსოს ის გრძელვადიანი პროექტები. რატომ იყო ეს აქტიური, რატომ გახდა 2014 წელს და რატომაც ძალიან კორექტულად და ძალიან მკაფიო და კარგად მოკვდა ეს იდეა ჩემი შეფასებით, იმიტომ რომ მაშინ რა თქმა უნდა შემაკავებელი ფაქტორი იყო თქვენ ახსენეთ მაშინდელი ბიზნეს ომბუდსმენი, რომელმაც ნამდვილად კარგი როლი ითამაშა ამ შემთხვევაში, მაგრამ უფრო მძიმე და კარგი ძლიერი შემაკავებელი მაშინ იყო ეროვნული ბანკი. კარგად გაიხსენეთ, ეროვნული ბანკის პოზიციონირება მაშინ, საკმაოდ კარგი არგუმენტირებული პასუხი ჰქონდა, მაგრამ მიზანი რა იყო? იყო ისო პირველ რიგში კონსოლიდაცია იყო ისევ ამ ინსტიტუტის ქვეშ რაღაც დანიშნული თანამდებობის გაძლიერების და მეორე მიზანი იყო ის, რომ ბიუჯეტში ალბათ უფრო მოლოდინი იყო, რომ დიდი და აგრესიული და ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები გაკეთებულიყო. მე შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის ღრმაწყლოვანი სტატუსი მიენიჭა ზუსტად მაგ პერიოდში და მაქედან გაცხადდა 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყო ამაზე საუბარი, ტენდერისთვის მომზადება, 15-ში ტენდერი გამოცხადა და გამარჯვებული გამოვლინდა და ასე შემდეგ გაგრძელდა მე რამოდენიმე წელი სანამ არ გაუქმდა. ისევ ერთ-ერთი მიზეზიც და მიზანის გამართლების აი ამ სახელმწიფო ბანკის იყო, რომ აი ეს ჩვენ ეს დიდი კონკურენტული ინფრასტრუქტურა გჭირდება და ახლა წავ. მარიამ კრუიშულმა ირაკლი კობახიძემ რომ ისევ ეძებთ ანაკლისთვის ინვესტორებს, ფაქტია ამ ჩინური კონსორციუმით არ ჩანს, როგორც მთავარი ინვესტორი და გჭირდება ეს ინსტიტუტი. რა მთავარ რისკებს ხედავთ თქვენ დღევანდელ საქართველოში სახელმწიფო ბანკის შექმნის და რატომ გონიათ რომ ეს აუცილებლობა ახლა არ აქვს ქვეყანას? ბევრი არაფერი ვიცით, რატომ დააყენეს ისევ დღის წესრიგში, ახსენეს ფრაგმენტულად ოპტიმიზაცია, ეფექტიანი ხარჯვა, ეს რეფორმირებული განვითარების ფონდი მართალი გითხრათ ბოლო წლებში არ ვიცით რას აკეთებდა, იქამდე ხო ძირითადად გაჩერებული იყო, მაგრამ ვიცით აწარმოეს საქართველოში ასეთ ისე როგორ მუშაობდა. სხვადასხვა წელს აპირებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მის აუდიტს და ამასობაში დაიმთხვა თუ არ ვიცი რა დავარქვა ორგანიზაციაც ფაქტობრივად. რა იცი რა არის ისე რა რისკებს ხედავ და რატომ არ არის აუცილებელი ამ ჩამოთვალე, აუცილებლობაც არ არის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის თავის დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს. დანიშნულება არის თუ სახელმწიფო ანუ ეს გუნდი თვლის რომ დიდი რაღაც გამოწვევა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინს ხედავს და ეს მათი ის არის, იმიტომ რომ თუ ეკონომიკაში ყველაფერი კარგად მიდის, მრავალნიშნა ეკონომიკურის დაგვაქვს, რესურსიც ძალიან დიდია, ესეთი ფონდის შექმნა საჭირო არანაირად არ არის ნებისმიერი სახელმძღვანელოთი. ანუ აი ერთგვერდიანი სახელმძღვანელო ხო ხანძრის შემთხვევაში ჩაამტრევით ეს და დიდი წითელი ღილაკია, თხელი მინის ქვეშო ხელი დაარტყა. აი დაახლოებით ესეთი სახელმძღვანელო აქვს ასეთი ინსტიტუციის შექმნას. ანუ თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ, წინ ძალიან დიდი კრიზისი მოდის, მაშინ ამის გაკეთება არანაირად არ შეიძლება და სუპერ არაკომპეტენტური ეკონომისტი ან ეკონომიკის მინისტრსაც კი შეუძლია ამის მიხვედრა. მინიმუმ YouTube-ზე რაღაცა სახელმწიფო ბანკი. დაშავებას ბევრ რამეს შეიძლება ბევრ რამე დაშავდეს, მაგრამ მოდი სანამ დაშავებამდე მე აი ეს თემა რომ ამბოვწუროთ, მოდი, იმიტომ რომ რატომ არ თვლით რომ რატომ თვლი მე რომ აუცილებელი არის, იმიტომ რომ დღესდღეობით საქართველოს არ უდგას არანაირად
არც ქაღალდზე და არც რეალობაში საშუალო და გრძელვადიანი რესურსის მოზიდვის პრობლემა. ჩვენ ახლახანს განაახლა სახელმწიფომ ევრობონდი, ევროობლიგაცია, რომელიც 2010 წელს იყო პირველად თუ 11 წელს, რომელიც იყო პირველი გარღვევა თლიან გრძელვადიანი რესურსის მოზიდვის და ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი მაშინ სახალხო დამცველის მხრიდან თუ რატომ გამოიყენა და რატომ არ იყო საჭირო ესეთი სახელმწიფო ფონდის გაკეთება. ანუ რითი უნდა შეივსოს ეს ფონდი, ხო? ანუ რისკები რა აქვს? რისკი აქვს ის, რომ ამ ფონდში ფული საიდან უნდა ჩაესხეს? ფული უნდა მოიზიდო გრძელვადიანი ფული სად არის? ეს არის გრძელვადიანი კრედიტი, როგორც ბონდები და ასე შემდეგ 5 წლიანი სახელმწიფო ქონებებით, რომელთაც ჩვენ ვნახეთ, რომ გრძელვადიანი გაუგებარი ინვესტიცია გაკეთდა გონიო წანიცის ნაწილში, სადაც საქართველოსდან 2 მილიარდიზე მეტი ღირებულების თანხა იქნა ჩადებული და სხვა არავინ არაფერი არ ჩადოდა. ანუ რეალურად ამას უფრო დავარქმევდი, უფრო დიდი მასშტაბით სფერო ჰოლდინგის მსგავს გარიგებას, სადაც კერძო ნაწილში იყო უფრო პატარა მასშტაბი, აქ დიდი მასშტაბია და ან 33% სახელმწიფო აქვს მონაწილე. იგივე რა თქმა უნდა, ვერაფრით ვერ განვასხვავებდი მე ამ ნაწილს და ეს ჩემი სუბიექტური აზრია და თუ რაღაც კომპეტენტური შეუძლიათ შემოგთავაზონ დეტალები, დიდი სიამოვნებით მივიღებდით ამასაც. ამ ნაწილში ეს არის, მეორე ნაწილი რომ საქართველოში საბანკო საფინანსო სექტორი არის ძალიან კარგად განვითარებული ჭარბი ლიკვიდურობით. ანუ ეს რას ნიშნავს? თანხები რომ მათ დააბანდონ ჯანსაღ ეკონომიკაში აქვთ საკმაოდ მოცულობი და ჭარბა და კარგად განვითარებულები ვართ. ასევე არ აქვს პრობლემა გრძელვადიან. სიზვირეს უკან დგას ის ობიექტური გარემოება, რომელიც არის დაკავშირებული ქვეყნის საკრედიტო რეიტინგთან, რომელიც 10 წელია არ იცვლება ვართ ერთ აი ამ ბრწყალებში ჯანკ ნაწილში და წინ ვერ მივდივართ. წინ იმიტომ ვერ მივდივართ, რომ არ გვაქვს არ მიუმჯობესდება, რაც დასაწყისში დავიწყე, აღმასრულებელი პირობები ქვეყნის მართვის, არ მიუმჯობესდება ადამიანის უფლებები და ვიღებს ქვეყანა განსაკუთრებით ბოლოს 3 წელს განმავლობაში, როცა უნდა მომხდარიყო ჩვენი ამ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება იმ ეკონომიკური ბრწყალებში მაკრო პარამეტრების და ამ ყველა ჯანსაღი პარამეტრის მიერ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე, ყველა სტრატეგიული ურთიერთობა დაკენსელდა, ანუ გაუქმდა, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის ნაწილში, მათ შორის ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობები და ყველა ჯანსაღ, ანუ კაპიტალი საიდან უნდა მოვიზიდოთ. ეს არის ის ქვეყნები, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებულობათ, რომ ეკონომიკის განვითარების ბანკი თუ ასე შეიქმნა, ერთია რომ იქ ალბათ აკუმულირდება რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის აქტივები, რაც გააჩნია. მაგის აღნიშნოთ აუცილებლად. ანუ აწარმოეს საქართველოს წელს 200 მილიონზე მეტი აქვს. 225 მილიონამდე, 223 მილიონამდე ქონდა გასულ წელს. საპარტნიოროს აქტივები ბრწყალებში, რასაც ის ბრწყალებში მართავდა, იმიტომ რეალურად არ მართავდა, ხო? ანუ ჩვენ უფრო შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ პირდაპირ არითმეტიკულ ზარალებზე და ანუ იმ გლობალურ ზარალზე, რომელიც ამ ცუდი მართვით ქვეყანა მიიღო, ხო? ანუ გაცილებით დიდია ვიდრე აწარმოეს საქართველოს სააგენტოსი. აქედან გამომდინარე, ეს შერწყმაც გაუგებერია, რა რას ერწყმება, ხო? ანუ ზეთის და წყლის ერთმანეთში არევას გავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთი აბსოლუტურად უფუნქციო ინსტიტუტი, რომელიც რეალურად თავის აქტივებსაც ვერ მართავდა, იმიტომ ის აქტივებზე სულ პრობლემა ქონდა ჩვენ, ხო? ანუ სოფლიო ბანკისგან და ასე შემდეგ. წლებში დავით საგანელიძის არგუმენტები თუ თავის მართლება, რომ მე ისეთ პროექტებში მოუწია თავის დროზე დაფინანსება, შესვლა, რაც არ იყო ესეთი რაღაცა. მსგავსი რისკები ალბათ ზუსტად არის სახელმწიფო ბანკშიც, ხო? რა გარანტია გვაქვს, რომ რისკები იქნება მართლობითი? არა, აქ არის ისევ და ისევ ერთ-ერთი რისკი არის ეს მართლობითი ახსულების, ჩვენ რო ვაკვირდებით, როგორი მართლობითი რისკები გვაქვს კომპეტენციიდან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ამ ნაწილში, რა უნდა შეიცვალოს იქ, ხო? აი ძალიან ესეთი მაგარი გამოთქმა აქვს ეს ლორდ კერნის პოსტშიც კი არა, ბლოგშიც დავწერე, რასაც ვერ გაზომავ, ვერ გააუმჯობესებ. აუ, დიდი სიამოვნებით. ახალია როგორც ბატონო, წარმატებები ამ ახალ ბრენდს. ბრენდი ახალი, გემოს, ახალ გემოს. ანუ რასაც ვერ გაზომა, ვერ გააუმჯობესებ. ზუსტად აქ გვაქვს საქმე. ანუ ეს რაღაცა რეფორმა ხო კეთდება რაღაცის გაუმჯობესებისთვის. ანუ რისი რეფორმირებაც ხდება, ესე იგი შესწავლილი გვაქვს უკვე, ვიცით მისი ფორმები და ახლა გვინდა რომ ეს ფორმა უფრო გავზარდოთ, უფრო ეფექტური, უფრო ლამაზი, აი ამ ფანტაზი და ბროწეულის გემოსავით უკეთესი გავხადოთ და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვიცით რა მოცემულობა გვაქვს.
კი, კარგია ალბათ, რომ ამდენი წლის შემდეგ 2014 წელს შეიქმნა აწარმოა საქართველოში და ნელ-ნელა გაიზარდა და პირველად ხდება ეს აუდიტი, მე მგონი, მაგრამ ეს აუდიტი არ არის ის აუდიტი, ეს სტაჟი არ არის. ანუ აქ კი, ანუ ხარჯია, შიგაწია, როგორ გაწია, ანუ არანაირად არ ხდება ამ სააგენტოს 10 წელზე 12 წლიანი მუშაობის ხო ესე გამოდის, ხო 12 წლიანი მუშაობის ეფექტურობის ანალიზი. სად იყო კარგი დაბანდება, სად იყო ანაკლებად კარგი, სად შეიძლება და სხვანაირად გაკეთებულიყო, რამ გამოიწვია ეკოსისტემის გაუმჯობესება, რომ მოხდეს ამ პროცესის დახვეწა და არა შერწყმა. თუ შეერწყმება, ვის მიყავს თემა, იმიტომ რეალურად რა შექმნა და ასე შემდეგ. ვიცით, სხვადასხვა პროგრამები არის აწარმოე საქართველოში, სადაც საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილებას იღებს თუ ბიზნეს პროექტით მივდივართ მე და თქვენ, ჯერ ბანკი, მოგეწონათ? ძალიან საინტერესო. ძალიან კარგი. იღებს ბანკი და შემდეგ უკვე თანადაფინანსებით შედიოდა ბიუჯეტი. ძალიან საინტერესო ალბათ სახელმწიფო ბანკი როცა იქნება და ირაკლი გობახეთე არ გამორიცხა კრედიტებიც გასცესო, აქ კიდევ უფრო დიდ რისკებთან ხო არ გვექნება? ეს განცხადება, თელა რა თქვათ, ეს განცხადება პირდაპირ ცოტა დამაზიანებელია ძალიან ერთ-ერთი ჯანსაღი და დიდი სექტორისთვის. რასაც რა თქმა უნდა ეს სექტორი შეგნებულად და დიპლომატიურად ხმამაღლა არის საუბრობს, მაგრამ მოუწევს აუცილებლად ჭრილში და კულუარებში და პირად შეხვედრებში ეს აღნიშნოს. იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა და ძალიან კარგი. დიპლომატიურად საუბრობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი ძიმე განცხადებაა პირდაპირ ვიტყვი სექტორისთვის, აშენებული გრევის ტოლფასია ეს ყველაფერი და მოუწევდებდი რომ თუ რაღაცას იტყვიან დააზუსტონ, იმიტომ რა სახით ხდება კრედიტი, ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, სხვადასხვა ფორმით რომელიც გადადის. თუ შენ შედიხარ ამ ნაწილში, იმიტომ იგივე საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით რაღაცა რაც კაპიტალში შევიდა თუ კრედიტით შევიდა თუ ეს რაღაცა მეზანინი იყო თუ სხვადასხვა ინსტრუმენტები, შედეგი სად დადგა, ხო? ყველგან სადაც შევიდა, ჩვენ ვიცით რომ ყველგან ზარალიანი დაბანდება იყო და აქ არის ასეულობით მილიონებზე, მაგრამ ჯამში ასეულობით მილიონებზე ზარი კი ამის ალტერნატივა შესაძლებელი იყო უკეთეს დაბანდებულიყო. ამიტომ ახლა საქართველოს საფინანსო საბანკო სექტორს არ აქვს პრობლემა გრძელვადიან რესურსების მოზიდვის. პრობლემა აქვს ფასის გამო სექტორი ამას დამოუკიდებლად ვერ აკეთებს. ეს ფასს წარმოქმნის ნაწილი არის ზუსტად ისევ და ისევ სახელმწიფოს ინსტიტუტების გამართული მუშაობის დამსახურება ბჭყალებში. ან კარგი, ან ცუდი. ახლა ამ ნეგატიურ მას რო ვაკვირდებით, ეს არის ცუდი. და ეს არის უკვე კომპლექსური მუშაობის ნაწილი. ჩვენ ვიცით, პირდაპირ გვეუბნებოდა მსოფლიო ბანკი, პირდაპირ გვეუბნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მაგიტომ შეგვიჩერა პროექტებიც სავალუტო ფონდმა, ხო რომ სახელმწიფო საწარმოების იგივე მათ შორის საპარტნიორო ფონდის ხედავთ ფისკალურ რისკებს და სიმძიმეს. სახელმწიფო ბანკთან დაკავშირებითაც რა პოზიცია ექნება სავალუტო ფონდს? მე მაინც გონია, რომ სავალუტო ფონდი თუ საბანკო სექტორი თუ ხმამაღლა არა, როდესაც უკვე რეფორმის პრეზენტაცია იქნება და მეტი დეტალი გვეცოდინება, შეიძლება ის 2014 წლის კანონპროექტი ახლაც პარლამენტის არქივში ინახება, ის გადმოაქვთ უბრალოდ და ერთ-ერთ სახელს. მოდით არ ვკითხავთ, ცოტა მე მაინც იტყვიან და აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და არა უბრალოდ დიპლომატიურად მიესალმებიან, რომ რაც მეტი ბანკი იქნება, მით უკეთ. არა, იქით არ წავიდეთ ერთი ქალაქი, ერთი ბანკი, ან ერთი ქვეყანა, ერთი ბანკისკენ რა. ანუ მე ვფიქრობ, რომ მივდივართ ერთი ქალაქი, ერთი დალაქისკენ და აქ ეხა ბანკიც დაემატება ამ ნაწილს და რა თქმა უნდა, ეს არ ვიცით, ეხა ახალი თეორია აქვს ალბათ განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტროს, რაც უფრო ცოტა მიწოდება კონკურენცია უფრო მაგარი იქნება. არ ვიცი, ხა სხვანაირად მუშაობს. ხო, მაგრამ მე ფასებზე როგორ იმოქმედებს? ვიდრე ფასებზე გკითხავთ, კორუფციის რისკებს რამდენად შეიცავს ისევ განმეორდები, ბევრი არაფერი არ ვიცით, მაგრამ იმ ასე თქვა გამოცინცლული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც სხვადასხვა დღეებში ვცდილობთ მივიღოთ ეკონომიკის მინისტრისგან თუ ირაკლი კობახიძისგან, სად შეიძლება წარმოშვას კორუფციის კერა სახელმწიფო ბანკმა? თუ ეს ამოქმედებს? მოდი, აი რა არის კორუფცია და რა ქმნის ხოლმე კორუფციის შესაბამის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს ბჭყალებში ცუდი გაგებით ამ სიტყვის. მაგრამ რეალიზებული. ჩვენ სამწუხაროდ უკვე ვაკვირდებით ამ ქვეყანაში გვაქვს უკვე რეალიზებული, დადასტურებული მაღალი თანამდებობრივი კორუფციის შემთხვევები. ეს ყველაფერი გამოვიდა იქიდან, რომ იყო მოდუნებული მართლობითი ინსტიტუციური მართლობა. ანუ ინსტიტუტები დაინგრა რაღაც მიზანმიმართულად და ჩვენ ახლა ამ პერიოდში აი ამ გამოვლენების მერე ვერ ვნახეთ ვერც ერთი მოკლევადიანი
გრძელვადიანი სწრაფი ხისტი რეფორმა, რომ ეს ინსტიტუციური ხარვეზები შეჩერებული იყო მაინც. შესაბამისად, ამ ფონში, როცა მონგრეულია ეს ინსტიტუციური მმართველობა, არ არსებობს საპარლამენტო მანდატი, საპარლამენტო მმართველობა, ჯანსაღი აზრზე დაფუძნებული არანაირი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ისევ და ისევ გამეორდები უამრავჯერ, რომ ქვეყანაში სადაც განსხვავებული აზრის გამო ყავს პარტიმრები, ეწოდებული სინდისის პარტიმრები, ბორდიულებზე სასამართლო, პარლამენტი, საახსრულებო ნაწილი, პოლიცია და შემდეგ პენიტენციარული სისტემა სრული სერიოზულობით ამაზე მუშაობს, რომ ადამიანებს აკავებენ, იჭერენ და სისხლისამართლით ასამართლებენ. ეს არის მორღვევა სისტემური ინსტიტუციების. აქედან გამომდინარე, როცა ასეთია მორღვეული ეს ყველაფერი ინსტიტუციები, ძალიან დიდია პოტენციური შესაძლო რისკების გამოვლინებაც და კორუფციის გამოვლინებაც. იმიტომ რასაც კომერციული ბანკები ახლა მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ გრძელვადიანი ფულის მოზიდვა, თანადაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, EBRD, IFC და ასე შემდეგ, ჩვენ ვიცით, სინდიცირებული უამრავი პროექტი უძრავ ქონებებშიც, მათ შორის ძალიან დიდად და 15 და 20 წლიანი დაბანდებებით ვადით, ხო? და ამას არ აკეთებენ. ეს არ არის მათი ახირება, ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილება, ძალიან მაღალი ინტელექტუალური მსჯელობების შემდეგ უამრავი მხარის მხრიდან. ამიტომ ისინი ამაზე როარს ვამბობენ, ესე იგი ეს არ არის გაკეთებელი, მათ უნდათ ამის გაკეთება, უნდათ ამით კარგი გაგებით ფული შოვნა, ეს ბიზნესია. შესაბამისად ამ ნაწილში და ისტორიაც გვეუბნება, რომ ესეც რაც უარი თქვა კომერციული სინდიკატებით, გააკეთა ვითომ საპარტნიორო ფონდმა ეს დაბანდება და ნუ 99.9%-ში სავარაუდოდ ვერაფერი კარგი ვერ მივიღოთ, ვერც პირდაპირ ფისკალური ეფექტით, ასევე გრძელვადიანი ფისკალური ეფექტით. ფინანსების წყაროზე ამ ბანკის არაფერი არ ვიცით. დღეს როცა მსჯელობდით და BMG მუშაობდა ამ თემაზე, ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა არ გამორიცხა ჩვენი საპენსიო დანაშაულებიც გამოიყენოთ. ძალიან მოკლედ, ახლა როგორც ვიცი საპენსიო ფონდს თავისი მანდატის ფარგლებში არ აქვს ესე უფლება, მაგრამ კანონებს სამთაყვანაში ერთ კვირაში შექმნა და ვინ გასაზღვრა ეს მანდატი და როგორ არ შეიცვლება. ძალიან რთული კითხვა, ამიტომ რეალურად უყურეთ ესეთი ძალიან დიდი რისკი. კი, რისკი არის რეალური, ნებისმიერი რისკი უკვე დიდი პატარა უკვე რისკია და რო რეალიზდება, ის უკვე რისკი აღარ არის, ეს უკვე შემთხვევა, ჩვენ ახლა რასაც ვთქვათ, რეალიზებულ რისკებს, ჩვენ ვიმკით უკვე ამ შედეგებს, ჩვენი ეკონომიკა, ცხოვრების დონე, ადამიანის უფლებები, სტრატეგიული მდებარეობა და გაქრობა ზოგადად გეოპოლიტიკური რუკიდან ეს უკვე რისკი კი აღარ არის, უკვე რეალიზებული ამბავია რა, რა გოშველება ამბავი, კითხვის ნიშნით კი აღარ ისმება, უკვე ფაქტად დამდგარია ეს ამბავი. აქედან გამომდინარე ასეთ ფონდს სჭირდება გრძელვადიანი რესურსი. საპენსიო ფონდი არის ზუსტად ის გრძელვადიანი რესურსის მფლობელი ინსტიტუცია, რომელიც იდეალური ამ შემთხვევაში. რატომ არის ახლა ეს საჭირო და დიდი რისკი? ხო, ეს 8.5 მილიარდი ლარი, რომელიც აქ არის, გამოიყურება ლამაზად, არამთლიანად, მაგრამ დიდი ნაწილი რომ მოხდეს აი ამ ფონდში შესვლა. იმიტომ ეს ფონდი არის საპენსიო ფონდს ხო აქვს დაბალ რისკიანი მასში მანდატით გაკეთება, დაბალ რისკიანში შევალ, დაბალ რისკიანს აქვს თავისი განმარტება. თუ გადმოვალ და სახელმწიფომ გააკეთა ასეთი რაღაცა ინსტიტუცია, ის ავტომატურად ითვლება დაბალ რისკიანად ამ მანდატისთვის, იმიტომ რომ სახელმწიფოა მისი დამფუძნებელი. რა ქვია, არ მენდობით მე, ამ ხელა პრემიერ-მინისტრი კაცი ვარ, მაგრამ ბორდიულზე ხალხის გადაადგილებისგან ვიჭერ. ამიგეთ, ანუ დაახლოებით ეს ნაწილია. ამიტომ იურიდიულად ეს საშუალება უკვე არსებული ხელშეკრულებით არსებობს, შესაბამისად მიეცემა და ეს თეორიულად შესაძლებელია, მე რა თქმა უნდა არ ვამტკიცებ ამას, თეორიულ შესაძლებლობით შესაძლებელია რომ უკვე არსებული მანდატითაც კი, თუმცა მის შეცვლასაც აბსოლუტურად არაფერი არ უშლის ხელს, რომ მოხდეს ნაწილობრივ ამ ფონდის შევსება. ნაწილობრივ ისე როგორც Eagle Hills ვაჩუკეს 2.5 მილიარდის ქონება და რაღაც ინვესტიციად გაფორმდა. და ისევე რაღაცა. ხო, წილი მოგებიდან ბევრი რისკია ნამდვილად. რომელსაც ვერასოდეს ვერ მივიღებთ. ნახოთ. იქნებ ჩვენ ვწდებით. ნეტა ასე იყოს. წერტილი რაც დავუსვათ ნიკა ამ ქვეყანაში ვიდრე სახელმწიფო ბანკის შესახებ გავიგებთ უფრო მეტს რა დავასრულოთ. აი, რაზეც ვისაუბრეთ, თელა დავასრულოთ ეს თავგასულობა კანონის სახელით. რა ერთეულების ხელში მოქცეული, სრულიად მიუღებელი, არახუმანური, არაადამიანური კანონების ახსულებად. გასაგებია, რომ ვიღაცას გონება დაებინდა და მიიღო ეს კანონი პარლამენტმა, მაგრამ ახსულებისთან რომ მიდის, იქ ადამიანებია და ანუ ლოგიკურად მე ვიტყოდი, რომ წერტილი დაუსვათ გონების თვითნებურ დაბინდულობას.
მოუწოდებ ყველას, რომ აი ეს ნაწილი ამაზე დაფიქრდნენ და უბრალოდ ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, როგორც არ უნდა ერთმანეთი არ მოგწონდეს ან ძალიან მოგწონდეს, ამ ნაწილში ჩვენს ნუვაყოლებთ ჩვენს პირად რაღაც გონება დაბინდულებას ამ ქვეყანას. ტროტუარზე დგომისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა იყვნენ და ეს არის პირდაპირ კავშირში ქვეყნის ეკონომიკურ არსებობასთან და წარმატებასთან. ასე ქვეყანა ვერ შედგება. მადლობა ნიკა საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯოკეისის მრჩეველთა საბჭოს წევრი ჯერ არ საქართველოს წევრი ხომ უკვე ნიკა ალავიძე. მე ხვალამდე გემშვიდობთ.